მოსკოვში მანეჟის მოედანზე მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით 22 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ძირითადი ბრალდება სხეულის განზრახ დაზიანება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. რუს ნაციონალისტებსა და კავკასიელებს შორის დაპირისპირების შედეგად 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამჟამად რუსეთის დედაქალაქში მშვიდი ვითარება, თუმცა რუსი ნაციონალისტები მთავრობას ახალი მასობრივი საპროტესტო ტალღით ემუქრებიან. რუსი ნაციონალისტები მთავრობას ახალი არეულობით ემუქრებიან, რუსული მედია ფანატიკოსების განცხადებებს ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა სწრაფ ზომებს არ მიიღებს, თუ დიასპორები სათანადოდ არ იმოქმედებენ და თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა ადეკვატური არ იქნება, მანეჟნაია და ევროპეისკაია თამაშად მოგეჩვენებათ. ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვა, აცხადებენ ექსტრემისტები. ჩვენ ძალების კოორდინირებას მოსკოვის პოლიციის სამმართველოსთან გეგმავთ. კავკასიის ერთა კონგრესი ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს. ჩვენ როგორც დიპლომატები და მშვიდობის მყოფელები ისევ მოქმედებთ. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შეიგნონ, რომ ძალის დემონსტრირება საჭირო არ არის. ცხოვრება მშვიდად უნდა გაგრძელდეს. მოსკოვში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განცხადება გუბერნატორებთან და ძალოვნებთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტმა ექსტრემიზმის თავიდან ასაცილებლად მოქმედებების გეგმის შემუშავება მოითხოვა. ბოლო დღეების მოვლენებმა გვიჩვენა, რომ არასანქცირებულმა მიტინგებმა და დემონსტრაციებმა შესაძლოა რადიკალური სახე მიიღოს და მოქალაქეთა თავისუფლება და უფლებები დაარღვიოს. ამიტომ მსგავსი ღონისძიებები მკაცრად უნდა აღკვეთოთ. არეულობა და ვანდალიზმი დანაშაულია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ადმინისტრაციული დარღვევა კი არა, დანაშაულებრივი ქმედებებია. მასში მონაწილე ყველა ადამიანი სასჯელს ციხეში უნდა იხდიდეს. რუსეთში ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება უნდა აღიკვეთოს. მოსკოვის არეულობა პრეზიდენტის მსგავსად პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებთან პირდაპირ ტელედიალოგის შეაფასა. რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად მრწამსისა და ეროვნებისა ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ადეკვატურადაც უნდა მოვიქცეთ. ისე რომ კავკასიის მოსკოვის ქუჩებში გასვლის არ ეშინოდეს და სლავური წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფოებში მშვიდად ცხოვრობდნენ. მიუხედავად ასაკისა, ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათ ერთი საერთო სამშობლო აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი თავიდანვე მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო. საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრების კულტურა შევიმუშავეთ. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. დაპირისპირება რუს ნაციონალისტებსა და კავკასიელებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საფეხბურთო კლუბ სპარტაკის ერთ-ერთი გულშემატკივარი ეგორ სვირიდოვი კავკასიელებთან დაპირისპირებისას 6 დეკემბერს დაიღუპა. 11 დეკემბერს მოსკოვში კრემლთან ახლოს რამდენიმე ათასმა ნაციონალისტმა არასანქცირებული მიტინგი გამართა, რომელიც მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. დაძაბულობამ პიკს 15 დეკემბერს მიაღწია. კიევის მოედანზე თავი რამდენიმე ასეულმა აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდამ მოიყარა. ისმოდა ლოზუნგები რუსეთი რუსებისთვის, მოსკოვი მოსკოველებისთვის. ნაციონალისტებსა და კავკასიელებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. წესრიგს რუსეთის დედაქალაქში 2000-მდე სამართალდამცველი იცავდა. სამართალდამცველებმა დაკავებულებს დანები და სხვა ცივი იარაღი ამოუღეს. პოლიცია ეგრეთ წოდებულ გმირებს აჩერებს და აკავებს. მოსკოვში გუშინდელ დღესთან შედარებით ვითარება საკმაოდ მშვიდია. ცენტრალურ ქუჩებში მილიციის თანამშრომლები პატრულირებენ. მკაცრად მოწმდება ყველა საეჭვო პირი. მოსკოვში მომხდარი არეულობის შედეგად დაკავებულია 1300-ზე მეტი ადამიანი. მათგან 12 დაშავებულია. სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარეობს გამოძიება.